ჩვენი ჟურნალისტი სალომე მეცხვარიშვილი შემოსავლების სამსახურის უფროს გიორგი თაბუაშვილს მათ შორის თამბაქოს თემაზეც ესაუბრა. სალომე, გამარჯობა. რა სურათი იკვეთება კონტრაბანდასთან მიმართებით და როგორ აპირებს შემოსავლების სამსახური შეებრძოლოს ამ პრობლემას? ამ თემით დავიწყოთ ჩვენი მუშაობა პირდაპირ ეთერში. ელენე 2017 წელს მას შემდეგ რაც ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ გაზარდა აქციზი სხვადასხვა პროდუქციაზე, მათ შორის თამბაქოსა და ალკოჰოლზე გახშირდა ქვეყანაში უაქციზო პროდუქციის შემოტანის ფაქტები. მხოლოდ მარტში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა 7 ასეთი შემთხვევა აღმოაჩინა ფაქტების გახშირებას საქმის კურსთან ადასტურებს შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელიც. გიორგი თაბუაშვილი აცხადებს, რომ აქციზის ზრდამ უკანონო ქმედებები წაახალისა, თუმცა უწყებები ამას მომზადებული შეხვდნენ. გარკვეულწილად ეს გახშირებულია ესეთი ფაქტები, თუმცა როგორც ხედავთ ძალიან აქტიურად საგამოძიებო სტრუქტურებთან ერთად თანამშრომლობთ და ხდება ხოლმე აღნიშნული ფაქტების დაფიქსირება და შესაბამისი რეაგირება. თამბაქოს რაც შეეხება აქციზის ზრდამ გარკვეულწილად წაახალისა ასეთი ქმედებები, თუმცა როგორც გითხარით, ჩვენ ყველანაირად მომზადებული ვართ ტექნიკური საშუალებითაც მათ შორის, რომ მოხდეს აღნიშნული ფაქტების აღმოჩენა. შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს ვკითხეთ ლუდის აქციზის სისტემის შეცვლის შესახებაც, რასაც ლუდის სექტორი უკვე დიდი ხანია ელოდება. გიორგი თაბუაშვილი აცხადებს, რომ აქციზის გადახედვა წელს მოხდება და პროდუქცია ალკოჰოლის შემცველობის მიხედვით დაიბეგრება, თუმცა კონკრეტულად როდის გადაიხედება დღეს არსებული სისტემა და მოესწრება თუ არა ეს ლუდის სეზონის დაწყებამდე, თაბუაშვილი ვერ აკონკრეტებს. შეგახსენებთ, რომ ბოლო 2 წლის განმავლობაში ლუდზე აქციზი 40 თეთრიდან 60 თეთრამდე გაიზარდა, რასაც კერძო სექტორი აპროტესტებს. ლუდის ინდუსტრიის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ ცვლილებების გამო, რამაც ლუდის გაძვირება გამოიწვია, სექტორის შემოსავლები 20% შემცირდა. სურვილები არის, მანამდეც იყო სურვილები, ჩვენ მუშაობთ. ჩვენ ასე გვაქვს გარკვეული ვალდებულება აღებული, რომ მოვახდინოთ ჩვენი აქციზით დაბეგრვის სისტემის ჰარმონიზაცია ევროდირექტივებთან, მათ შორის იგულისხმება აქციის განაკვეთის მიბმა ალკოჰოლური სასმელის ალკოჰოლის მოცულობასთან. ამ მიმართულებით მუშაობთ და ვფიქრობთ, რომ წელს ეს ნაბიჯები გადაიდება. წელს როცა მოისწრება მაისამდე სეზონის დაწყებამდე. რამეს შარშან რო არ იყო ესე, რამე სეზონ შეეშალა ხელი ლუდის რეალიზაცია. ნახოთ, დაველოდეთ. ჩვენთვის საინტერესო კითხვები შემოსავლების სამსახურის ხელმძღვანელს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის რეგიონულ შეხვედრაზე დაუსვით, რომელიც შემოსავლების სამსახურისა და OECD-ის მხარდაჭერით იმართება ღონისძიებაზე. განიხილეს ისეთი საკითხები, როგორებიცაა საზიანო საგადასახადო პრაქტიკის აღმოფხვრა, საგადასახადო შეთანხმებების ბოროტად გამოყენების აღკვეთა ქვეყნების მიხედვით სტანდარტიზებული ანგარიშგება და ასე შემდეგ. აღსანიშნავია, რომ საქართველოს როგორც OECD-ის სხვა წევრ ქვეყნებს გარკვეული ვალდებულებები და რეფორმები აქვს გასატარებელი აღნიშნული პრობლემების გადასაწყვეტად. ურად თანამშრომლობთ გარკვეული მიმართულებით, აღებული გვაქვს ვალდებული მინიმალური სტანდარტის დაკმაყოფილების 4 მიმართულებით. ეს არის არასასურველი საგადასახადო პრაქტიკის შემცირება, მოგების გადასახადის ბაზის შემცირების წინააღმდეგ ბრძოლა, მოგების გადასახადის გატანა ქვეყნიდან და სხვა მიმართულებები. როგორც ფინანსამსახური, ასევე შემოსავლების სამსახური აქტიურად არიან ამ მიმართულებით ჩართულები. ღონისძიებას 14-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. ჩვენ განვიხილავთ იმ რეფორმების იმპლემენტაციის პროცესს, რომელიც საგადასახადო მიმართულებით ხორციელდება წევრ ქვეყნებში. საუბარია გადასახადების თავიდან არიდების პრაქტიკის აღმოფხვრაზე, საგადასახადო შეთანხმების ბოროტად გამოყენების აღკვეთაზე და ასე შემდეგ. საქართველო ნამდვილად აქტიური მოთამაშეა რეფორმების იმპლემენტაციის პროცესში და OECD მადლობას უხდის ქვეყანას ამისთვის. საქართველოს სწორედ ის ქვეყანაა, რომელიც ძალიან ბევრ სარგებელს მიიღებს ამ რეფორმების შედეგად. გულისხმობ ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცემას და შესაძლებლობას, რომ მიიღოს ინფორმაცია საერთაშორისო აქტორებისგან, რაც მათ დაეხმარება ანალიზის გაკეთებაში. შეხვედრას ესწრებოდნენ საქართველოში მოქმედი აუდიტორიული კომპანიებიც, კერძო სექტორის წარმომადგენლების თქმით, საკითხები, რომლებიც ღონისძიებაზე განიხილება, აქტუალურია, რამდენადაც ხშირია შემთხვევები, როდესაც არარეზიდენტი კომპანიები გადასახადების რეპატრიაციას ახორციელებენ ან მალავენ მას და აზარალებენ ქვეყნის ბიუჯეტს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია საერთო სისტემის შექმნა, რომელიც ქვეყნებს გადასახადების დამალვას თავიდან ააცილებს. კერძო სექტორის წარმომადგენლები აცხადებენ, რომ შეხვედრაზე მიღებული ინფორმაცია მათ კლიენტებთან ურთიერთობაში დაეხმარება.
საერთაშორისო კომპანიები და დიდი კორპორაციები სხვადასხვა ქვეყნებში ახდენენ ეგრეთ წოდებული მოგების რეპატრიაციას. ანუ ეს იმას ნიშნავს, როდესაც არარეზიდენტი საწარმო საქართველოში ახორციელებს ეკონომიკურ საქმიანობას, მას აქვს შესაძლებლობა სხვადასხვა ქვეყნებში, სხვადასხვა საშუალებებით ეს იქნება ფილიალი, მუდმივი დაწესებულება თუ ასე შემდგომ, არ გადაიხადოს მოგების გადასახადი. ანუ ერთობლივი შემოსავალ შეუპირისპიროს გაზრდილი ხარჯები და ამით ქვეყანა დაზარალდეს და ბიუჯეტმა მიიღოს სხვადასხვა ზიანი. შესაბამისად ეს შეხვედრაც ისახავს მიზნად იმას, რომ დაინერგოს სხვადასხვა ქვეყნებში ერთიანი მიდგომა, რომელიც მოახდენს ქვეყნის საგადასახადო ორგანოების შეთანხმების მიხედვით მოგების სწორ გადანაწილებას და თანაბარ მიდგომას. ძირითადი განხილვის საგანი არის თუ როგორ უნდა მოხდეს თანმიმდევრული იმპლემენტაცია BEPS-ის სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული მინიმალური სტანდარტების. ქვეყნები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას და იმ პრობლემატურ საკითხებს, რასაც ისინი აწყდებიან ამ იმპლემენტაციის პროცესში და შესაბამისად ბიზნესისთვის ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა, ვინაიდან მათ წინასწარ შეუძლიათ განსჭრიტონ თუ რა უნდა მოელოდნონ ამგვარი ცვლილებებისგან, მოსალოდნელი ცვლილებებისგან, შესაბამისად დაგეგმონ თავიანთი ბიზნეს პროცესები და მოარგონ ახალ სისტემას. ფორუმი ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციისა და საქართველოს შემოსავლების სამსახურის ორგანიზებით დღეს დაიწყო და 2 დღის განმავლობაში გაგრძელდება. მას 14-მდე ქვეყნის წარმომადგენელი ესწრება. სალომე მეცხვარიშვილს უსმენდით პირდაპირ ეთერში. მადლობა მას საინტერესო აქცენტებისთვის.